საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის სასწავლო კურსს სახელწოდებით დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო ახორციელებს. მორიგი შეხვედრა ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში გაიმართა. ღონისძიება CESCO-ს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ ყურადღება გაამახვილეს სამოქალაქო განათლების პედაგოგების მნიშვნელოვან როლზე სკოლო ასაკიდან ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. პროექტი 2024 წლიდან ხორციელდება, თუმცა წელს ახალი მასშტაბები შეიძინა. მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტს აერთიანებს და 1 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ხორციელდება. ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც უკავშირდება სამოქალაქო განათლების პედაგოგების გადამზადებას იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც უკავშირდება არჩევნებს და დემოკრატიას და იმ უფლებებს და ინფორმაციას, რაც უკავშირდება საარჩევნო საკითხებს ზოგადად. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი იმისთვის, რომ მოსწავლეებმა, ახალგაზრდებმა მიიღონ უშუალოდ პედაგოგებისგან იმ ტიპის და იმდაგვარი ინფორმაცია, რაც მათ აუცილებლად გამოადგებათ მომავალ ცხოვრებაში. ჩვენ ხვდებით საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, პროექტი მასშტაბურია, მოიცავს 28 მუნიციპალიტეტს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებს. სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაში სამოქალაქო განათლების როლი ძალიან დიდია. ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა ჩვენ დაგვეხმარება მოსწავლეებთან ისეთი თემების დამუშავებაში, როგორიცაა საარჩევნო სისტემა და აქტიური მოქალაქის როლის დანახება მოსწავლისთვის.